ჩვენი პირველი მონაწილე არის ადამიანი, რომელიც წინა sit-down-ზეც იყო, მაგრამ მე ვთხოვე, რომ დღესაც წაეკითხა sit-down, იმიტომ რომ გადავხედე არხის ანალიტიკას იქ ამ დედრობითი სქესის მაყურებელი მხოლოდ 15%-ია და მინდა წამოვწიო ეს მაყურებელი. რა თქმა უნდა, ონისე ცხადაძე. ერთი წუთით ისეთი გამოცხადება იყო, რომ უნდა მედოს. ცოტა შეიძლება ხელი შემიშალოს. გამარჯობა, ჩვეულებრივო მოკვდავო მდაბიო ადამიანებო. კი, ჩემი სოციალური მდგომარეობა, ჩემი უძრავი მოძრავი ქონება. უკვე მაძლევს ამის საშუალებას, რომ ესე მოგმართოთ. მადლობა სამკერვალო ბარს, სხვათა შორის მეც მინდა ბარის გახსნა, მთა უნდა დავარქვა და მე მთა ბარი მექნება რა. სულ მინდოდა რომ სტენდაპი ასე დამეწყო, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა საერთოდ. ყველაფერი ისე ვისია. გარაჟის მეორე სართულზე ვცხოვრობ ისევ დაშენებაზე და პატრონს ქვემოთ გარაჟში 4 მანქანა ყავს. ამხელა დისბალანსი რატოა მე და იმას შორის ვერ ხვდები. ან ხო არის რომ ნორმალურმა ადამიანმა სახლი უნდა ააშენოს, ხე დარგოს და ბავშვი გააჩინოს. ამას რატო აქვს ამდენი გაკეთებული? წარმოიდგინეთ მე რომ დავეწიო ეხა ამას. ჯერ ხო სახლი უნდა ავაშენო, ბავშვი უნდა გავაჩინო, კაი ხეს დავრგავ ხო ჯანდაბას. არ არის პრობლემა. მერე გარაჟი უნდა ავაშენო. მერე უნდა დავაშენო. მერე ბავშვი უნდა გავზარდო, მანქანები ვუყიდო. რა ვიცი. ისე ყველა ბინის პატრონი ბინას რო გაქირავებს როგორი მატყუარა ხვდებით ხოლმე, ეგრევე რომ რაღაცები ფუჭდება სახში რო შედიხარ რა, გალამაზებულია და ჩემთან იყო ეგეთი პრობლემა რომ წყლის გამათბობელი, ანუ ტანს რო ვიბანდი ხოლმე, ხშირად ფუჭდებოდა დილას სამსახურში რო ვარ გასაქცევი, მაგ დროს ჩავრთავ და არ ირთვებოდა, ბევრჯერ გავაკეთებინე და ერთხელ ჩამიყვანა რა მაჩვენებს, ეს საბოლოოდ ეხლა გავაკეთე მე, საბოლოოდ ეს აღარ გაფუჭდება არასდროს და წყლის გამათბობელი არის მარტო წყლის გამტარი სპირალი არის და გაზი რაც არის, დანარჩენი მოხსნილი აქვს ყველაფერი. ანუ არაფერი ელემენტის ისა აქვს მარტო, არაფერი არ არის. მეთქი ანუ ეს თუ ფუჭდება ყოველ წუთში, ქირას რო გადაგიხდი, გამოვცვალოთ რა ეს. რატო? რატო ეს მეთქი ახალი ვიყიდოთ რა, რატო ვერ ვიბან მეთქი ხანდახან. არა ეს აზრი არა აქვს ამის გამო, ეს კიდე ახალ ჯობია. რა ჯობია მეთქი, არ ეს ამას მე ვჯობი ვარ მეთქი. ხელის გულზე დამისხი წყალი და უკეთესად გავათბო. ძალიან საშიშე მეშინია რომ არაუფეთქდე ხოლმე რა. და ზოგადად შიშები მაქვს რა, ოღონდ უცნაური შიშები მაქვს. მე ხო არის რომ ვიღაცას სიმაღლის ეშინია, ვიღაცას დახურული სივრცის ეშინია. მე მეშინია ლელა წურწუმია რომ ანეკდოტებს ყვება მაგის. რატომ ეშინია არ ვიცი მართლა, ალბათ იმიტომ რომ ლელა მიყვარს და ანეკდოტები მეზიზღება. აი ჭიჭიკია უნება მისცოლს. ანუ არ უხდება რა, ძივა ახალი და აი მე ფიქრობ ესე თუ გააგრძელა ცოტა ხანში ლელა დათო როსტომაშვილად გადაიქცევა. სამწუხაროდ. აი ეგეთ მაგ ვიდეოებს რომ მიგდეს ლელა რო ანეკდოტებს ყვება, ჩემს გონებაში ღამე ქუჩას მიუყვები, წვიმს და სევდა მემატება. ხო, კიდე მეშინია დიდი ხნის უნახავ მეგობარს გოგოს, რომ შევხვდე ქუჩაში და ვიზუალურად რამე სიახლე ვერ შევამჩნიო ხოლმე რა. კლასელი ვნახე ამას, სკოლის მერე არ მინახავს. მოდის და აბა,
მეთქი რა აბა რა არის მეთქი. მეთქი ნაწილაკებით ხო არ მელაპარაკება თქო ნუ თუ თქო უთხარი. იცნობთ ვიღაცები თქვენ თავებს. ხო. რას მარჩნევ აბა სიახლეს. რავი სკოლის მე არ მინახი ხარ, რავი რა უნდა შეგო. თმა მეწყინა. რავი გამელოტებული დაგხვდი აგერ არაფერი არ გითქვამს. მე რო შეიღებ ეგრო ვერ შევამჩნია მე შესახებიც აღარ მაქვს უკვე. ხო, ზოგი კიდე მეშინია ზოგიერთი იუმორისტი, აი მაგალითად არიან იუმორისტები, რომლებსაც სამსახურიც მერეც პერსონაჟები ქუჩაში და სახლში მიაქვთ ხოლმე, ანუ არტოვებენ იქ. აი ფოტოს რო იღებენ ხოლმე, ისევ ისეთები არიან, პერსონაჟებს აკეთებენ ხოლმე ფოტოებში. ანუ რაში გჭირდებათ ეგ ბუნებრივები იყავით, ანუ იქ გიხდიან, სამსახურში გიხდიან მაგის გამო ხელფას, ანუ ქუჩაში ბავშვი რომ მოდის და ფოტოს გადავიღოთო რო გეუბნება, იქ ჩაულებრივი იყავი. ანუ ეგ იგივე, ხა ჩემთან რომ მოვიდეს რამდენიმე ბავშვი ფოტო გადავიღოთ და მე ვუთხარ რომ ამ ფოტოში ყველაზე ყლე მე ვარ თქო. პატარა ბავშვებს რო ეუბნები. ხო, კიდე მეშინია ონისეს ხადაძის fan page, ესეთი პოპულარული არ გავხდე როდესმე. ღმერთმა დამიფაროს, რომ ვინმე მაგისთვის მოვაცდინო, რომ ჩემი ფოტოები დადოს. ერთი მყავს კიდე მეგობრებში იმ ტიპის მეშინია რა, ყველა ერთი კვირის განმავლობაში ყველა ღამის შოუს რაღაც ნომერი გააზიარა. ანუ რაც კი არსებობს რა, ამისიც, იმისიც. ანუ ვინ არის ეგ? რა გემოვნება აქვს, რომ ვიცოდი? ვინ მოწონს საბოლოო ჯამში? ხანდახან ანტიქრისტე მგონია ხოლმე. ხო, კიდე მეშინია სამსახურის გასაუბრებაზე, როდესმე ჩემი სასკოლო კონკურსებში აღებული სიგელი არ გამომადგეს. წარმოიდგინეთ, რა ცუდ სამსახურში ვიქნები მისული. რომ კენგურუ გადგება. კენგურუ მაქვს მოგებული. ოჰ, შენ აყვანილი ხარ გას. ცუდი იქნება ძალიან. ხო, კიდე მაშინებს ხოლმე ისეთი ნიუსები, რომ ნიუსებზე რო გადაგვაქვს ხოლმე ყურადღება. აი, რაღაცა იდიოტური ნიუსები ვცელდება ხოლმე და მთელი ერი ვტირით ხოლმე მე რა. ანუ ოკუპირებული ტერიტორიებს რო გვავიწყებს ხოლმე ეგეთი ნიუსი, აი თი მაჭავარიანი და ბზი დაშორდნენ. და აღარ ახსოვს არავის რომ 20% ოკუპირებულია. დაშორდა ორი მარცვალი დაშორდა ერთმანეთს, მეტი არაფერი არ მომხდარავოს. რა ჯანდაბა. კიდე გოგუები რო სტორებით გელაპარაკებიან ხოლმე მიმებს რო ტვირთავენ, მაგ დამუღამებული. აი ზუსტად ვიცი ხოლმე რომ კონკრეტულ რაღაც მიმს ატვირთავენ და კონკრეტულ ტიპს ეძღვნება რა, რომ იმან უნდა ნახოს და ის უნდა მიხვდეს რა, მაგის მეშინია, იმიტომ რომ გამომიცდია. მეც მოვერთხელ გოგომ სტორებში მაჯვა. სახე გამაძრო იმენა. შევეშვი მე. ტუალეტის სარკეში რო ფოტოებს იღებენ ხოლმე, მაგ ხალხისაც მეშინია. ой, იმის უფრო მეშინია, რომ ძალიან არ შეყვნენ და არ ჩაიფსას ერთხელ. კომუნისტები რო ენატრებათ ევროპაზე გასვლის მერე მაგათიც მეშინია. მაგრამ ზოგის მესმის რა, წარმოიდგინეთ კომუნისტებმა ტიციანი დახვრიტეს, მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს და ეს ცოცხალი დატოვეს, რატო არ მოენატრება? ეს უნდა მოეკლათ. კიდე მეშინია Prime House-დან არ დამირეკო. და მე არ უპასუხო. და მე არ დავთანხმდ. და მე ვაფშე არ მოვიგო მაგის მეშინია. არ მინდა ის ბინა, რავი, სახლიდან ვეღარ გამოვყავ თავს და მირჩევნია რომ გარაჟის მეორე სართულზე ვიცხოვრო.
როცა მინდა გამოვდივარ. სეირნობ. ჯანგოს ძალიან მოვწონვარ. და მართლა მეშინი ამ ფაქტის. ხო, მინდა რომ მოვრჩე რა. სხვა იუმორისტებს მოვუწოდებ. სხვა იუმორისტებს მოვუწოდებ, რომ თუ მოგენატრათ აუდიტორიის წინაშე ხუმრობა, მოდით ამ სასიავნო გარემოში, ჩამოჯექით 5 წუთი და დაისვენეთ რა. დიდი მადლობა.